მე ვარ ნიკოლოზ მესხიშვილი, Crystal Clouds-ის mid-laner-ი, ჩემი ნიკია რასტამანი. ლაშელი პარტელიანი, ნიკნეიმი პაუნერი, Crystal Clouds-ის ანუ ერთ-ერთი წევრი, როლი ჯანგლერი. მე მქვია გიორგი თეგერაშვილი, თამაში in-game-ი მაქვს Why So Serious, ჩემ თიმს მქვია Crystal Clouds-ი და ვარ top laner. მე ვარ აკაკი მარტიაშვილი. თამაშობ ხარ LoL-ის ტურნირს, ჩემი გუნდს ქვია Crystal Clouds-ი და ჩემი ნიკნეიმია Grimchick-ი და მე ვთამაშობ AD Carry-ის პოზიციაზე. მე ვარ შოთი გავარაშვილი, თამაშობ Crystal Clouds-ში, საფორტის პოზიციაზე, ნიკნეიმი God of Sin. ჩემი პირველი კომპიუტერული თამაში იყო Counter-Strike 1.6. პირველი თამაში იყო Counter-Strike. ეს იყო Moonline-ი. ალბათ Moonline. პირველ თამაში რაც ვთამაშე იყო Max Payne-ის პირველი ნაწილი. თამაშობ დაახლოებით მეორე სეზონიდან 5 წელია რა. მეორე სეზონიდან. დაახლოებით ესე 4 წელია რაც LoL-ს ვთამაშობ. LoL-ის თამაში დავიწყე 2009 წელს. LoL-ს თამაშობ დაახლოებით 3 წელი. ანუ ჩვენ სწავლობთ ერთ უნივერსიტეტში, გუნდელები. პირველად იყო რაღაც ეს ტურნირი რა და ჩემთან ერთად არიან ორი ჩემი მეგობარი, ნუ ძმაკაცი. ჩვენ სწავლობთ ერთ ფაკულტეტზე და გვჭირდებოდა კიდე ორი ადამიანი. ნუ ეს იყო ჩვენ უნივერსიტეტის ტურნირი და ონლაინში ვიპოვეთ რა ერთმანეთი. გუნდი შეიქმნა ოქტომბერში 2016 წელს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩემპიონატზე. mid-laner-ი და ჩვენი AD Carry ვართ კურსელები ერთად უნივერსიტეტში და ესე გავიცანით შემდეგი ორი მოთამაშე და ჩამოვაყალიბეთ გუნდი ტექნიკური უნივერსიტეტის ჩემპიონატისთვის. დაახლოებით ალბათ 5 თვეა მოვდივართ, ნუ ერთმანეთი ანუ ლანში გავიცანით და იქ ჩამოყალიბდა აზრი რომ ანუ შეგვექმნა გუნდი და ერთად გვეთამაშა. გუნდი შეიქმნა, იყო GP-ის ტურნირი იყო ერთი რომელიც ორგანიზაცია, ანუ არ მახსოვს პირდაპირ ატარებდა ჩემპიონატს და უბრალოდ უნივერსიტეტში გავიცანით ეს ჩვენი გუნდელები და ერთად შევიკრიბეთ და უბრალოდ იმის მერე ვაგრძელებთ ერთად თამაში. ნუ ჩემი ფუნქცია პირველ რიგში დემეჯი, ანუ ყველაზე დიდი დემეჯი უნდა გავთმე. და უნდა მქონდეს კარგი პოზიცია, იმიტომ რომ თუ არ მექნება, პირველი თუ მოვკლები მე ამის გამო წააგებს ჩემი გუნდი team fights. ჯანგლერის ფუნქცია არის რომ სხვა ლეინები, ანუ ასე ვთქვათ, გავქაჩო და მოვაგებინო, ანუ წაგებული ლეინი ისევ, ანუ ესე იგი დავაბრუნო იმ პოზიციაზე, რომ მოიგონ. და ჩემი აზრით, რავი, ერთ-ერთი მთავარი როლი ჯანგლერი არის რა. ჩემი ფუნქცია არის ძირითადად ვარ, ანუ farm lane-ი, როცა დასჭირდებათ, ანუ ისეთ ჩემპიონებს ვიღებ, მაგალითად როგორცაა შენი Nautilus-ი, შენს როცა ვიღებ, ფიქრობ რომ დავეხმარო ჩემ გუნდს, ექსკლევენს რო ავალ ვუყურო მათ, თუ ფაითი დაიწყება, გადავიდე ჩემი ულტით და თუ Nautilus-ით ვარ, ანუ ფიქრობ რომ ლეინი მოვიგო, გააჩნია ვიმყავს მოწინააღმდეგეში, თუ ხედავ რომ სუსტია, ვცდილობ რომ მოვიგო. ჩემი ფუნქცია როგორც mid-laner-ის არის უფრო კონტროლზე თამაში, ჩემი ქოლებით ასე shot caller-იც და ასე თუ ისე მე ვარ. უფრო აუცილებელია AD Carry-ის, როგორც მატჩის ერთ-ერთი მთავარი დემეჯის გამკეთებელის ესე დაბუსტვა, ესე რომ ვთქვათ და რა ვიცი, ერთ-ერთი მაინც ყველა როლი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც support-ი მაინც ჩემთვის პირადად საუკეთესო გამოსავალია. ჩემი აზრით გამარჯვებისთვის საჭირო ერთად თამაში და ერთმანეთის თავდაჯერება და ერთმანეთში ნდობა. გამარჯვებისთვის არის მთავარი გუნდური თამაში არის მთავარი რა. გამარჯვებისთვის პირველ რიგში გუნდის ერთად გუნდი უნდა მუშაობდეს ასე ვთქვათ შეთანხმებულად, კოლებს უნდა მიყვებოდეს, უნდა იყოს სინქრონიზაცია გუნდში და სხვადასხვა სტრატეგია, იმიტომ რომ სტრატეგიებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გამარჯვებისთვის საჭიროა გუნდური თამაში. გუნდური თამაში, მგონი ყველაზე ძალიან ეს არის საჭირო. იყო ესე იგი, 1-2 თამაშის უკან იყო ესეთი მომენტი, როდესაც ანუ ჩემზე იყო დამოკიდებული, მოვიგებდით თუ არა. და ბოლო მომენტში ბარონს თილი გავაკეთე და კამბექი გავაკეთეთ, ესე ვთქვათ რა. ერთ-ერთი მომენტი GP-ის ტურნირი იყო და მე თამაშობდი Nautilus-ით და ბოლო ესეთი მომენტი იყო, რომ Nexus-ი იყო დარჩენილი და მე ჩავდე Zizirot-ი და ამ Zizirot-მა მოიგო და ამით ვამაყობდი და ჩემი გუნდი სამაყობდა. საამაყო მომენტი ალბათ წინა თამაშიდან იქნება, როდესაც მატჩის MVP გავხდით არიკით, 0 დეფით, ბევრი ასისტით და 5 კილით. როგორც გუნდს ამბიციები, რა
დიდი გვაქვს, გვინდა რომ მოვიგოთ. ჩემი აზრით, თავისუფლად შეგვიძლია მოგება თუ ერთად ვითამაშებთ და ერთმანეთს დავუჯერებთ და რავი, ამბიციებით მართლა პირველ ადგილზე გასვლას ვფიქრობთ. როგორც გონს, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შანსი გვაქვს, უკვე ნახევარფინალამდე მივაღწიეთ და რა ვიცი, წარმატებას გვინდა მივაღწიოთ. წარმატებებს უსურვებ და ურჩევ, რომ სერიოზულად გვიყურონ. წარმატებებს უსურვებ, ესე ვთქვათ, მოწინააღმდეგე გუნდსაც. მინდა ურჩიო, რომ BM-ის გარეშე ვითამაშოთ, ერთმანეთს როგორც ჩვეულებრივ მოწინააღმდეგეს პატივი ვცეთ და ბოლომდე ძალები გამოვიყენოთ. უსურვებ წაგებას და წარმატებას წაგებულების რაუნდში. მე წარმატება მინდა უსურო ჰაილაშას, რომ მე გამიძლოს.